თუ ვიდეო მონტაჟის დროს კომპიუტერი გიჭედავს, გააკეთე ეს სამი რამ. პირველი, შეამცირე playback-ის ხარისხი. გადადი playback-ზე. შემდეგ timeline playback resolution. თუ ჩემსავით full-ზე გიყენია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს ორიგინალ ხარისხს შეამუშავებ. მაგრამ თუ half-ზე გადაცვლი, ვიდეოს ხარისხს გაანახევრებ. კორტერის შემთხვევაში კი ვიდეოს ხარისხს 4-ჯერ შეამცირებ. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად შეამცირებ ვიდეოს ხარისხს, კომპიუტერიც უფრო სწრაფად იმუშავებს. მეორე, generate optimized media. თუ playback-ის დაწევა მარგიშველა, დროა შევქმნათ generate optimized media. მონიშნე ვიდეოები და დააჭერე generate optimized media-ს. ამ დროს პროგრამამ მძიმე ვიდეო ფაილებს გარდაქმნის უფრო დიდ, მაგრამ მონტაჟისთვის მარტივად წასაკით ფორმატად. ერთი შენიშვნა. ამ პროცესს შეიძლება დრო დასჭირდეს და მყარ დისკზე მეხსიერება ბლომად უნდა გქონდეს, რადგან შეიძლება ეს ფაილები ორიგინალზე 5-ჯერ ან 10-ჯერ უფრო დიდი იყოს. და ბოლო, მესამე მეთოდი, პროქსები. ძალიან სუსტი კომპიუტერის შემთხვევაში პროქსები ალბათ საუკეთესო ვარიანტია. პროქსი ფაილები არის ორიგინალი ვიდეოს ძალიან დაბალხარისხიანი და მსუბუქი ასლები. პროქსი ფაილების გაკეთებაც მარტივია. ნიშნა ვიდეოებს, აჭერ პროქსი მედიას და generate პროქსი მედია. მას შემდეგ რაც პროქსები შეიქმნება, გადადი აქ და დააჭერე prefer proxies, რომ პროქსი ფაილებით იმუშაო. როცა ვიდეოს ბოლომდე დააედიტებ და დააჭერ renders, პროგრამა ავტომატურად ორიგინალ ხარისხში დაგერენდერებს ვიდეოს. შეინახე ეს ვიდეო და გამომყევი ჩემს არხზე, რომ გახდე უკეთესი ედიტორი.